რომელ ნაფიც საჯულს უნდა ენდოს საქმე, მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა ადამიანების მოწამალვა და პროკურატურამ დღეს ყველაფერი სცადა იმისთვის, რომ სასამართლოს მტკიცებულებად არ მიეღო ფირი. ის ფირი, რომელიც მათ თავად შემოიტანეს სასამართლოში. FBI-მ რა გამოაგზავნა თქვენ გადმოგეცათ მედიას, ჟურნალისტებს? რატომ ალავს პროკურატურა ამ კადრებს? იცი რა ქნა FBI იმ კადრები ჩვენ გვაქვს უკვე. მათ მიერ დანიშნულმა FBI გაასუფთავა და თუ რამე არ ჩანდა, უცრავად. სახე, იარაღი, ყველაფერი გამოჩნდა ნათლად. ეგ არ წერია, რომ ამ წუთიდან იმ წუთამდე არის რაღაც მანიპულაციები გაკეთებული. პროკურატურამ წარადგინა როგორც მტკიცებულება და ეხლა უსმენდი მე ქალბატონ პროკურორს, რომელმაც თქვა, რომ ეს ფირი არ უნდა მიიღოთ, რატომღაც მტკიცებულებად შეგახსენებთ, რომ 6 თვის განმავლობაში თვითონ პროკურატურა ამ ფირზე აწარმოებდა ექსპერტიზების დანიშვნას სხვადასხვა ქვეყანაში, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია თავიანთივე წარდგენილი ფირი, თავიანთივე დანიშნული ექსპერტიზები რატომ უნდა არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლოს. რაც შეეხება მეორე საკითხს, ბრალდებულებიდან უმრავლესობამ უარი განაცხადა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და შესაბამისად დამკვეთი ღონისძიების გაუქმებაზე. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენილი ძალიან დასაბუთებული შუამდგომობა, არა მარტო ირაკლი ფირცხალოვას მიერ წარმოდგენილი ვიდეოფირთან დაკავშირებით, არამედ აღნიშნული ვიდეოფირის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებითაც სასამართლომ განმარტა, რომ მართალია გარკვეული მტკიცებულების მოპოვებისას ადგილი ჰქონდა ამ მოპოვების კანონიст გათვალისწინებული საფუძვლების დარღვევას, მაგრამ ვინაიდან ეს ბრალდებულის მდგომარეობას არ აუარესებდა, ამიტომ ისინი დაუშვებლად არ უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა ამ იმაში, რომ სასამართლოს ჰქონდა როგორც საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძველი, რომ არა მარტო ფირცხალავას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ეს ცნობილი ვიდეოფირი, არამედ ამ ვიდეოფირის საშუალებით დაცვის ხარის მიერ გაკეთებული არაერთი გაურკვეველი წარმომავლობის ასლები ეცნო დაუშვებლად მტკიცებულებად